ბევრი დრამ გამორჩა. ხუმრობა. მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ ყველა სპოილერს, რაც გითა გარგულებში არსებობს. აბა თქვენით არინატრეთ. მოკლედ, პირველ რიგში გეტყვით ყველაფერს, რაც გითა გარგულებში რამე დამალულია და აწი დაიმახსოვრეთ, რომ უკანა ფონს შეხედოთ. წინასწარ იმას გეტყვით, რომ ახალი სერია ძალიან მალე დამზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე არა, მაგრამ რამოდენიმე ხანში. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო გავააქტიურე ანიმაციების კეთება. როგორც ყოველთვის ხედავთ, ზარმაცა გადავიდა ახალ კორპუსში, სადაც უბრალოდ არაფერი არ ხდება, მაგრამ სინამდვილეში მის გვერდზე კორპუსში ხდება რაღაცა. მოდი უბრალოდ მივიდეთ. ჩვენ ხედავთ ზარმაცას დაჭყანულ მანქანას, რომელთანაც ყოველთვის წუწუნებს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ზემოთ 3 ჩიტი მიფრინავს და გაშიშებულია. რატომაა გაშიშებული? რატომ 3 მაინდა-მაინც? ეს იმიტომ, რომ ის კეთილის ნიშანია, სიკეთის ნიშანია და მაინდა-მაინც ზარმაცას სახლის წინ. მაინდა-მაინც. როგორ ეს ყველაფერი? ხოლო აი ამ წითელი კორპუსის წინ და კორპუსზე ძალიან საშინელი ამბები ხდება. მოდი დავაკვირდეთ ტომარებს. და ასევე დავაკვირდეთ 3-6-იანს, რომელიც ყოველთვის არის ამ კორპუსში გამოსახული. და მაინდა-მაინც იმ დროს ხდებიან სხვა განზომილებებში თუ პლანეტებში ზარმაცა და კრიპერი, როცა აი ამ რაღაცას ხედავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. ასევე ვხედავთ აი ამ რაღაცას. ასევე ვხედავთ ჩვენ გზაზე 3, მხოლოდ 3 დამტვრეულ ნაწილს. და ამის შემდეგ ჩვენ ხედავთ ღრუბელს, რომლიდანაც გაჩნდა, რომელზეც ჩამოკიდებული იყო უზარმაზარი ნიშანი, ლოგო, რაც გინდა დაარქვით. ეს არის აქ ყველაფერი საიდუმლო. გადავიდეთ შემდეგზე. სერია 1, სეზონი 2. როგორც ხედავთ, ბავშვები უბრალოდ თავის ადგილზე არიან, ჩვეულებრივად და წყნარად. მაგრამ ზარმაცას სახეობა მეორენაირადაა გაჩენილი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. უბრალოდ შეხედეთ ზარმაცას მგვარ რაღაცეებს და აბარას გახსენებთ ეს რაღაცა. მართალია, ეს ავსტრალის გაკეთებული არის და ავსტრალის ზარმაცა. ანუ სიამდვილეში დურგალია. ზოგიერთმა დამიწერეთ, რომ ეს დურგალი არისო, მაგრამ მე არ გიპასუხეთ, რადგან სპოილერები აუცილებლად იქნებოდა შემდეგი. რა არის მერსედესის ნიშანი? ეს უბრალოდ დამთხევა გონიათ, როდესაც ჩვენ გადავდივართ ზუსტად ამ სერიის, როდესაც კრიპერი და ბი არიან უბრალოდ ჩვეულებრივ ადგილზე, ზარმაცა შემოდის და სულ მათ აქვთ 2 კორპუსი. ესე იგი, ბის კორპუსი ეს არის და კრიპერის კორპუსი ეს არის. აბა თუ მიხვდებით, რა შუაშია ეს მერსედესის ნიშანი. დიახ, მართალი ხართ. რადგან მათ თმაზე ყველას, თუნდაც ზარმაცას, თუნდაც კრიპერს, თუნდაც ბის აქვთ წითელი ნარევი. ანუ წითელი რაღაც უყენიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ამის გარეშე ვერ მოხვდებოდნენ ლიმბოში თუ ავსტრალიაში.
თუ ყველა ნებისმიერ პლანეტაში. მოდი გადავიდეთ შემდეგზე. დიახ, რადგან ის დაინახეთ, მართლები ყოფილიყავთ, რადგან სად გაქრა ეს მასწავლებელი თუ ჟურნალისტი? სად გაქრა? ბოლოს როგორც ნახეთ, ის ლიმბოში იყო გამოწვეული თუ ავსტრალში. ის ჩვეულებრივ გაქრა და ახარ გამოჩენილა. უბრალოდ შეხედეთ მის უკან, რაც ამოიჭება. მის უკან ჩვეულებრივი სასახლეა. ჩვეულებრივი? გეკონოთ. სასახლეს ზუსტად 1, 2, 3, 4, 5. ზუსტად 5 კარი აქვს. და რას გვაგონებს ეს? ზარმაცას ნიშანს. 5-ს. და რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა მართალია. მის უკან მდებარე სასახლის ქვემდებარმა დაინახა. მოდი უბრალოდ დავაკვირდეთ და შევხედოთ, თუ რა გამოივლის იქ. მე კი ნიშანს გაგიკეთებთ უბრალოდ და ნახოთ ერთად რა გამოივლის იქ. მოგესალმებით. ეს არის სკანერიმსი მონიგურბუსიუც. დაინახეთ არა? ის გველი ჩუმად გამოვიდა, რადგან ეს ავსტრალია და სინამდვილეში ეს უკანა ფონი ავსტრალია. ეს იყო და ეს მეგობრებო, იმედია მოგეწონათ. არა, ეს არ იყო. ძალიან გამოიწერეთ შევამცირებთ. მართალია. ეს მე ვარ. დიახ, მე ვარ. და თქვენ ახლა ხედავთ ჩემს კომპიუტერს, რომელშიც ანიმაციას ვაკეთებ. თუმცა ამ ანიმაციაშიც არის საინტერესო რაღაც. ეს არის როდესაც მე ანიმაციას ვაკეთებ, იმედია დაინახავდით კომპიუტერში სახლს, რომელიც პირველ სერიაშიც ჩნდება. და ეს სახლი სწორედ ზარმაცას სახლია, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურება. ანუ ზარმაცას სახლი ავსტრალი იყო, რომელიც გადაიქცა ზარმაცას სახლად. ზარმაცას ძველ სახლად, კერძო სახლი რო ქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზარმაცა დიდ შარშია. და ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ არხი. მოკლედ, ეს მე ვარ. ვაკეთებ ანიმაციას. და აბა რას დაინახავთ? მოკლედ, შეხედეთ, ეს არის ჩემი თვითონ Adobe, სადაც ანიმაციებს ვაკეთებ. და მოკლედ, თუ დაინახავთ, ეს პერსონაჟი ვინ იქნება, რომელიც ახლა ბექგრაუნდზე გამოჩნდება. მაინც მიგეთითებთ ნიშანს. ეს პერსონაჟი გვეცნობა რა? აბა საიდან თუ მიხდებით? რადგან ის ზარმაცას დაადგა თავზე და ზარმაცას მოკლა განიცადა. და მისი ლოგო კი ზუსტად გავს მერსედესის ლოგოს. და ის ეგრევე ვხედავთ, რომ ეგვიპტიდანაა მოსული, რადგან მას ზემოთ თვალის ნიშანი აქვს. თვალის. გამოიწერე აი ამის გულისთვის, მაინც. აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის. ტექნობუმი და ტექნობუმის გულისთვის მაინც გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.